მოგეთ. ტყუილად ავხსენე ჩაწერის დაწყება დამოუწყდა. ოთხშაბათი იყო ბულიში. და ეს აიღო ეს buy side liquidity. I was am buy side-ის აღების შემდეგ ველოდებოდი shorts internal-ის დაბალ ბალანსებას რა. ანუ external-ი რო ავიღეთ, external-ის მერე აუცილებლად მოდის internal-ი, ხო? 20 წუთიანზე, 4 საათიანზე გადავედი. და რას ხედავ? ნუ PM-ზე რა, AM-ს უკვე ესე დარებალანსებული ქონდა, მაგრამ PM-ზე მაინც მეგონა რომ ამას აიღებდა ამ sell-side-ს. ნუ შემეძლო არ მეცხრეიდა ვაფშე ამას, იმიტომ რომ buy side მოხსნილი იყო, ყველაფერი გაკეთებული იყო ეს AM-ი, რასაც მინდოდა, რაც მინდა რომ PM-ს გაიგეთებინა, ეგაც გაკეთებული ქონდა AM-ს და ასე შემდეგ რა. და ეს FOMC თან ისეთი ძლიერი ნიუსი არ იყო რა, ერთი FOMC როცა დიდი მოძრაობა არ აქვს და დიდი გავლენა არ აქვს ხოლმე ზოგადად რა მარკეტზე. ნუ აზიაზე ქონდა. ნუ აქ რაღაც სხვა ნიუსი იყო ტრამპმა რაღაც სისულე ეთქვა და მაგის გამო. მერე ნუ აქ რო ველოდებოდი ჩამოსვლას რა. თან აქ retracement-ს ხოლმე. ჩემი sell-side. პირველ რიგში ასველოდებოდი. თავიდან ვიყავი ბულიში ვაფშე. ველოდებოდი ამ გებში ავიდოდა. და ამ dis-რაც ფაქტზე შევიდოდი და მე retracement შევიდოდი ეს short long-ში. მაგრამ გაიკეთა S&P რა და არის ჩემთვის მაღალაბათობიანი S&P, lunch side-თან გაკეთებული S&P არის მაღალაბათობიანი S&P რა, დროს დამკვიდრებული S&P. ასევე ქონდა ეს ნიუსი, რომელიც ამ დროს ესა 14 ნოემბერი, ანუ 2 საათის ნიუსი, FOMC ნიუსი არის ეს რა, დიდი მოძრაობა ვაფშე არ ქონია რა. ანუ ის манипуляция ქონდა ES-ზე და ამაზე S&P გაიკეთა პროსტა. ანუ კაი ის მოხდა რა, კონფირმაცია რომ ფასი დაბლა ჩამოვიდოდა. და მე რა მოხდა ახლა? ერთ წუთიანზე ხა რა თქმა უნდა ამ PDR-ის მერე ერთ წუთიანზე ველოდებით იმას displacements რო გავშორდოთ. ნუ თარგეთი მომდა ეს და მე შევედი აი ამ სამთელზე შევედი და ვხედავთ ხა რა შეცდომები დავუშვი. ეს displacement ქონდა, ანუ არასულა ვაფშე აქ ვაფშე არასულა. ველოდებოდი რა გავიდოდა, მაგრამ არც მაგარავიდა. ანუ აქ ქონდა კარგი liquidity ქონდა დატოვილი და ველოდებოდი რომ ამ liquidity-ს აიღებდა და მე ჩამოვიდოდა ფასი რა, მაგრამ манипуляცია ველოდებოდი ამ high-ების манипуляციას ველოდებოდი რა, მაგრამ ეგ არ გააკეთა. ესე გავდიშო. ხო. ჩამოვიდა ნუ აქ ხარსად არ შევედი, იმიტომ რომ 90 წუთიანი ბიზელი აღარ მქონდა ისეთი ძლიერი. ნუ აქ order blocking მქონდა და აქედან უკვე displacement-ი რომ მოჩვენა, ვიფიქრო რომ target-თან ახლოს ვარ თქო, რაღაც displacement-ი მოჩვენა, disrespect-ი მოჩვენა და გადავწყვიტე რომ აი ამ FG-ზე გავშორდოთ. ნუ არა შევწდი რა და გაიკეთა S&P. ეს თავარია. S&P. ხო, და ეხლა აქ რა შეცდომა დავუშვი რა. ამ FG-ში ES-ი ასული იყო, NQ-მ დააფეილა და აქედან ქონდა displacement-ი რა. ფასი თუ bearish-ში იყო, მაშინ ეს displacement-ი არ უნდა დაეფეილებინა და არც ეს S&P არ უნდა დაეფეილებინა. შესაბამისად stop მეყენა აქ, ესე დავუწყო. და შესაბამისად შემიძლია რომ ეს თავიდან ამერიდებინა რა ეს ლოსი, მაგრამ ანუ ხო აქ ვიდებირე და მაინც გავხსენი შორტი. ანუ აი ეგ შევედი შორტში. იდეაში, რასაც კონფირმაცია უნდა მოვეცა ჩემთვის რომ ეს ფასი უკვე რევერსდებოდა, მაშინ შევედი შორტში. და ნუ ამერიკა stop loss-მა რა. ეს ხო და ეს. წავადი აქ $170. ეს იყო ჩემი ახალი challenge-ის პირველი trade, სადაც წავაგი $170. დოლარებში რო არ ვიმჩნევ, ეს იყო 0.5%. დიდი არაფერი. 0.3 რაღაც ეგრე.
ხო, 0.3, 0.4 რაღაც მასე. 20 შემომთრე. ასე ყოდა ეს.